ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქში მრავალწლიანი კულტურული მცენარეების გაშენება იწყება. 300-მდე ცაცხვის და წაბლისნერგი რუსთაველის აღმაშენებლის და კვალითის დასახლების ტერიტორიაზე უკვე დაირგო. გადაწყვეტილება რეკრეაციული ზონების გამოყოფის შესახებ საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ მიიღო, რასაც მხარი გამგეობამაც დაუჭირა. ხების დარგვის მეორე ეტაპი შემოდგომიდან გაგრძელდება. სამომავლოდ განსაზღვრულია 1500-მდე ნერგის გაშენება ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ჩვენი ატმოსფეროა ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოში და ატმოსფეროს გაწმენდის ერთ-ერთი საშუალება არის ქალაქის გამწვანიანება. ჩვენ ერთობლივად რაიონის საკრებულომ და გამგეობამ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ვახდენთ ჩვენ დაახლოებით 300 ძირი ცაცხვის ნერგის დარგვას. და გათვალისწინებული გვაქვს ახლა ცოტა აგროკლიმატი მეტის ესწრაფად დათფა, გათვალისწინებული გვაქვს შემოდგომის პირზე სადღაც 1500-მდე ნერგი დავდგოთ. ეს ძალიან დიდ შეღავას მიცემს ჩვენ ქალაქს. და ამასთან ერთად მე მინდა ჩვენ მოსახლეობას ვთხოვო და განსაკუთრებულ ჯორჯიან მარგანეზის დირექციას, რომ აღნიშნულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. მიიღოს, იმიტომ რომ ქალაქის გამწვანება ყველასათვის აუცილებელია. ყველა მოქალაქისათვის, ეს არის ჩვენი მომავალი შვილებისათვის საკეთილდღეო საქმე. უწმინდესმა და უნეტარესმა თელს ერს ყველა ჩვენთანაც მოგვიწოდა, რომ წელიწადი გაზაფხული არ უნდა გავუშვათ ისე, რომ 12 ძირი ხე მაინც არ დავრგოთ. ამ პირობას ყველა ჩვენთაგან უნდა ვასრულებდეთ. მე რა თქმა უნდა ამ პირობას ვასრულებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ისაა, რომ მუნიციპალიტეტის ფარგლებში გარკვეული პროგრამა შემუშავდა, რომლის მიხედვითაც შევიძინეთ 200 ძირამდე მრავალწლიანი კულტურის ხეები, მნიშვნელოვანი იმით, რომ ცაცხვი შენდება ზესტაფონის რაიონში, ჩვენი შემოგარეს რეკრეაციული ზონები კიდევ უფრო ამ შემოდგომაზე ალბათ უფრო მომზადებული შევხვდებით, მეტი რაოდენობით ნარგავობას შევიძენთ და გავალამაზებთ ჩვენს რაიონს და მის შემოგარენს. დღეს დავრგეთ ჩვენ კვალითის დასახლებაში, აი გამგეობის ეკლესიის ის არის მიმდებარე ტერიტორია, დავრგეთ აგრეთვე ფაბრიკის ტერიტორიაზე, ფაბრიკა ხიდიდან შემოსული და მოვყვებით რა, დავით აღმაშენებელზე გავაკეთეთ და ყველგან ვაკეთებ, სადაც შეგვიძლია რა, სადაც შეიძლება დარგვა. ასე რომ კიდევ ბევრს დავრგავთ რა. 24 წელი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს კულტურის სამსახურთან ერთად რიგითმა ზესტაფონელებმაც მიაგეს. მათ ყვავილებით შეამკეს გია აბეცაძის საფლავი და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. ღონისძიება სპორტის სასახლეში გაგრძელდა, სადაც ყველამ კიდევ ერთხელ გაიხსენდა 24 წლის წინანდელი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში. დღეს ზესტაფონში ეს ღონისძიება ადრეანად დაიწყო. ჩვენ გვყავს ჩვენი გმირი. მთელი საქართველოს მასშტაბით გმირი. ეს არის გია აბესაძე, რომლის საფლავზედაც მივედით, მივაგეთ პატივი და დავდეთ გვირგვინი. აგრეთვე მივედით გია ჭანტურიას მემორიალთან. და შემდეგ გვინდოდა რომ ეს ღონისძიება ღიაცის ქვეშ ჩაგვეტარებინა, ჩვენ გვაქვს ჩვენი 9 აპრილის ძეგლი, რომელიც ასევე შევამკეთ ყვავილებით, მაგრამ უამიდობის გამო და 9 აპრილს ყოველთვის წვიმს. ესეა უკვე მრავალი წელია. თითქოს ის ცრემლებია სოყალა, რომელიც მათ დაღროს საფლავებს ერთ საერთო სასაფლაოს დაედო 9 აპრილის დღეს. და შევიკრიბეთ ამიტომ აი ამ სპორტის სასახლეში და ვატარებთ 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებას. გვინდა რომ თაობიდან თაობას გადავცეთ და ყველას გავახსენოთ იმ გმირების სახელები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას და ამით თავისი სიცოცხლე უკდავდეს. დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანი არის ქართული ერისათვის. ამ დღეს იმ 9 აპრილს უდიდესი გმირები შეეწირნენ სამშობლოს ხსოვნას. ეს დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ქართველი ერი კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და იხსენებს მათ. ეს დღე არის როგორც დიდი ტრაგედია, ისე დიდი სიხარულის და გამარჯვების დღე. გია აბესაძე, რომელმაც ქართველი კაცის, ქართველი ერის კეთილდღეობას და მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას სიცოცხლე შეწირა, არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ადამიანები უნდა გაიზარდნონ, როგორც ჩვენთან, ისე მთელ საქართველოში. დღე, სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი აზრი, დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ჩვენ ვართ ერი
რომელსაც გვიყვარს დამოუკიდებლობა, ჩვენ ვერ შევეგუებით ვერავის. ეს პოზიცია იყო მტკიცედ გამოხატული, კარგად მოგეხსენებათ, რომ იყო მსხვერპლიც სამწუხაროდ, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ეს დღე იყო ფრიად მნიშვნელოვანი, რადგანაც რამოდენიმე გაბრძოლების შემდეგ ეს ბრძოლა იყო უკანასკნელი, სადაც მოიპოვეთ სრულიად დამოუკიდებლობა.